მე ვარ ნინო პარდენაძე 6 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და სიმღერა. უფრო მეტად მიყვარს ხატვა. მე ვიცი ყვავილის ხატვა, სახლის და ხატვა, გოგონას და ხატვა და ვიტის და ხატვა. ჩემი საყვარელი ფერია წითელი. არ მიყვარს შავი ფერი. იმიტომ მოფნენია და ხამეს მე ვაგროვებ ჩემ ნახატებს. იმიტომ ვაგროვებ სახში გავოფინო. იმიტომ მაპედეხო ჩემ პატარას მეგობარს მინდა ვაჩუქო. მეგობრობა არის ერთადამში და გართო. მე ახლა მყავს 20 მეგობარი. მინდა მყავდეს 21. ჩემი საყვარელი თამაში დამალობანა. არ მიყვარს გელობანა. იმიტომ შეიძლება წაიქცე. თოჯინები თამაში ძალიან მიყვარს. სახლში მყავს 3 თოჯინა. ჩემი საყვარელი თოჯინა ჩემს სახელი არ აქვს. ახლა დავარქვე ვაჩეს. ჭვიანი ვიდია და სულ მიჯერებს. თოჯინებთან ერთად თამაშობ სულ დედაშვილობანას. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. იმიტომ კარგი კლასელები მყავს და კარგი მასწავლებელი. ჩემ კლასში არის ყველაზე იარული ნინო. ყველაზე ჭვიანია მია ერფაქიძე. ყველაზე შვიდია ელისო დიასამიძე. ყველაზე ბედნიერია მათე სუგმანიძე. მე ვარ ყველაზე პანჭია და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნათია ჩიჩუა. ის არის ლამაზი, ხუჭუჭა, გვეხუტება, კარგად გვასწავლის და კარგად გვისმის მუსიკას. მე ძალიან მიყვარს სიმღერა. სახლში მაქვს მიკროფონი სულ კარონკაზე ხერი. მე მინდა ვიმღერო თვით სცენაზე. რომ გავისტები, მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ხატვარი. ახლა მინდა ვიყავ 7 წლის. იმიტომ მოვიქნები უფრო ჭვიანი. სახლში ცხოვრობ მე, დედა, მამა, ძმა და კიდე მინდა მყავდეს 1 და 2 ძმა. ჩემი და არის 17 წლის და ქვია თიკო. ის არის ლამაზი, პანჭია და ღიარული. ჩემი აზრით თიკო გამოვა ექიმი. ჩემი ძმა არის 16 წლის და ქვია ნიკა. ნიკა არის ღიარული და ჭვიანი ბიჭი. ნიკა ალბათ გამოვა პოლიციელი. მამიკო არის სიმპათიური და შრომელი. დედიკო არის ლამაზი, თბილი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკო საჭვარი კარტოფილი. მე ვიცი ხაჭაპურის განაცხობა. საყვარელი მუცლია ნიკოლის არხი. ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ყავისფერი ლეკვი. მე მინდა ჯოხი მქონდეს. იმიტომ შემძლებდი ფრენას. აქედან მიყავი გავფრინდებოდი სოფელში. წინა ბავშვმა დამიტოვა კითხვა. ვის ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი რეზი ცეცხლაძესთან ერთად. ის არის ჩემი კლასელი და მეგობარი. შემდეგ ბავშვს უტოვებ კითხვას, რომელია მისი საყვარელი თამაში. მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია რობლოქსი. ბედნიერება არის ლეკვი და დედა ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.